მოგესალმებათ შაბათის მებაღე. მინდა გაგაცნოთ ჩემი ყვავილნარის ეს ნაწილი. ეხლა არის აგვისტოს ბაღში დედოფალი არის ჰორტენზია. კერძოდ ეს ჰორტენზია არის ლაიმლაითი. მე მინდა გაჩვენოთ რამხელა თავი აქვს. Ой. ტკავილ ნახევარი. მხოლოდ 3 წლის არის. ჩემ ზონაში, მე ვარ საგურამოზე და სოფელში ნავდარანთკარი. ეს შარშან მოახერხა შევარდისფრება, თუმცა არ უხდება ლაიმლაიტს, ეს ვარდისფერი რო დაკრავს. ამას უნდა ძალიან ბევრი წყალი. მისი hydrangea არის მისი სახელი, რომელიც ნიშნავს წყლის ჭურჭელს. ქვემოთ მაქვს ხოსტარ, რომელსაც აგრეთვე წყალი უყვარს. რადგან მე ძირითადად შაბათობით ამოვდივარ, მორწყვა მიჭირს, შესაბამისად დაფარული მაქვს აჯუგით. ეს უნარჩუნებს ტენიანობას, მიწა არ სკდება და აგრეთვე სარეველებიც არ ამოდის. შემდეგ აი აქ არის მუსკოსური ვარდი, რომელიც ძალიან მაგრა ყვავის, უბრალოდ ეხლა გავსხალე, ანუ ყვავილედები მოვაშორე და ყვავილებული სუყვავის ფაქტიურად. რა თქმა უნდა, ვარდების პირველ ყვავილობას არაფერი შეედრება, მაგრამ მაინც ასიამოვნოა და ეს ვარდი ჩავდგე სპეციალურად, რადგან შემენარჩუნებინა აი ამ ვეგელას ფერები აი ამ მონაკვეთში. ვეიგელას დაახლოებით ანალოგიური ფერის წვრილი ყვავილებით ყვავის, გაზაფხულზე ერთ-ერთი პირველი იწყებს ყვავილობას. მეორედ იშვიათად ყვავის, მაგრამ წელს იყვავილა, ცხელი ზაფხული იყო. როგორც ხედავთ, აი ქვემოთ რომ არის გადაჭრილი, ხო? ის ყვავილობდა გაზაფხულზე, გადავჭერი ყვავილობის მერე, შემდეგ ზაფხულში იყვავილა, ეხლა ხანს დაამთავრა ყვავილობა და ისევ გავსხელი. აი ზემოდა რაც არის ამოსული, წლევანდელი ტოტებია, რომელიც მომავალ წელს იყვავილებს, ანუ ის ყვავილობს წინა წლის ტოტებზე. სხვათა შორის ეს ქვედა ტოტებიც მოასწრებს ახალი ყლორტების წარმოღებას, გაზრდას და ქვედაც იყვავილებს. მის ქვეშ არის ხოსტა. ეს არის ატავური კოწახური, ერთადერთი დეკორატიული კოწახური, რომლის ნაყოფიც იჭმება, ანუ საკვებში შეგვიძლია გამოვიყენოთ. აი ესე ფანტანებით იზრდება. ძალიან მალე იზრდება. აქ არის მეორე კოწახურიც, ტუმბერგის, თუ გამოჩნდა. ძალიან დაღამდა. ეს არის შარტროზის ფერი, სალათის ფერი. საერთოდ ტუმბერგის კოწახურების ნაყოფი არ იჭმება.